ჩვენ გსურს მოგახსენოთ ნუგზარ ბოჭორიშვილის შესახებ, რომელიც იყო მსხვერპლი წინა ხელისუფლების უსამართლობისა. კონკრეტულად ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც ფლობდა სხვადასხვა ბიზნესს, ნაციონალურმა მოძრაობამ, პირადად მიხეილ სააკაშვილმა, ვანო მერაბიშვილმა, დათა ახალაიამ მათზე გადაწყვიტეს, რომ დაესაჯათ, იმიტომ რომ ის არ იხდიდა ფულს, უნდათ მისთვის ფულის შეწერა, ასე ვთქვათ, და მოიფიქრეს ყველაზე ამაზრზენი მეთოდი დასჯისა. მას დააბრალეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, მან ბრალდება წაუყენეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, დაისაჯა და რეპრესიები განიცადა მისი ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და სამწუხაროდ ეს აღნიშნული რეპრესიები გრძელდება დღესაც. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სანამ ქართული ოცნება მოვიდოდა ხელისუფლებაში, ნუგზარ ბოჭორიშვილის საქმე იყო ერთ-ერთი იმ საქმეთაგანი, რომელიც ყოველდღიურად პირზე ეკერათ და ამბობდნენ, რომ მის მიმართ იყო ძალიან დიდი უსამართლობა ჩადენილი. ნუგზარ ბოჭორიშვილი კონკრეტულად აფინანსებდა ერთ-ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ხელისუფლებაშია დღეს, კერძოდ რესპუბლიკურ პარტიას და სწორედ ამიტომ დასაჯა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ აფინანსებდა რესპუბლიკურ პარტიას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ კონკრეტულად ნუგზარ ბოჭორიშვილის მიმართ აღდგეს სამართლიანობა, საქმე არის გაყინული ერთ ადგილზე და დღეს თითოეული მოწმე, რომელიც ამ საქმეში არის მოყვანილი, იძლევა აბსოლუტურად განსხვავებულ ჩვენებებს, ამბობენ, რომ მათ ჩვენებები მიაცემინეს ზეწოლით, მუქარით, დაშინებით და ასე შემდეგ, გამომდინარე აქედან ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ დაიძრას ნუგზარ ბოჭორიშვილის საქმე და სამართლიანობა აღდგეს. იმიტომ რომ დღეს ათობით ათასი ჩვენი მოქალაქე ელოდება სამართლიანობის აღდგენას, მათ შორის ის ადამიანები, ვინც უკანონოდ დაუშვათ ბიზნესები წაართვეს, მათი შვილები მოკლეს და ასე შემდეგ და აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ ასეთი საქმეები, გახმაურებული საქმეები გამოიძიოს. ჩვენ ჩავერთეთ ამ საქმეში, ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს და თქვენ დარწმუნდებით, რომ ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული ტერორი, კონკრეტულად ნუგზარ ბოჭორიშვილის მიმართ და ჩვენ ვეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება აღნიშნული საქმე გამოიძიოს და დაიძრას რეალურად და სამართლიანობა იზეიმოს და აღდგეს სამართლიანობა. ჩვენ გვაქვთ ხელთ ახალი გარემოებები, ის რაზეც ნიკამ ისაუბრა, რომ მოწმეები აბსოლუტურად სხვა არსობრივ ჩვენებებს იძახიან გამოკითხვის ოქმებში თავის ფაქტს ადასტურებენ და ასევე სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ აღნიშნულ ფაქტს დიდი ხანია უკვე გასდევს პოლიტიკური ერფელი. პოლიტიკური ერფელი იქიდან, რომ ეს აღნიშნული პიროვნება ძალიან სოლიდურად აფინანსებდა წინა არჩევნების პერიოდში რესპუბლიკურ პარტიას, ეს არა პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ და არა მარტო მორალურად დასაჯა, არამედ აბსოლუტურად გააკულაკა და ყველაფერი ჩამოართვა და ამას არ დაშერდა, არამედ მიუსაჯა ამ პიროვნებას სამუდამო პატიმრობა. ეს არის ყოვლა წარმოუდგენელი, თან რაც თავარია არა მარტო მას, არამედ მის ნათესავებსაც, რომელიც აბსოლუტურად არაფერში არ მონაწილეობდნენ, უბრალოდ იმიტომ რომ ბოჭორიშვილის ნათესავები იყვნენ, მათაც მიუსაჯეს 30 წელი, ფაქტობრივად მათაც სამუდამო მიუსაჯეს. ჩვენ ვითხოვთ უკვე ბრალი არის ნარკოტიკების რეალიზაციაში და შესაბამისად გვედავებიან 260 კილოს ნარკოტიკს, რაც არის სისულელე და აბსურდი და ეს საქმის მასალებში აბსოლუტურად არ დასტურდება, რომ თუნდაც არ არსებობს ამდენი ნარკოტიკი და საერთოდ არ მოუღიათ. 33 გრამი, ისაც მანქანის ქვემოდან რაღაცა ჩაუდეს სხვის მანქანას და ამას აბრალი, მაგრამ აი ესეთი კოკაინი, რომელიც საქართველოში ეგეთი რაღაცა წარმოუდგენელია, მაგრამ
ეს არის ნონსენსი, ეს არის სამარცხვინო ფაქტი, სამწუხაროდ ის არის რომ სასამართლოც იმ დროისთვის მოგეხსენება თუ როგორი იყო და არანაირად არ ითვალისწინებდა რეალურად ობიექტურ გარემოებებს, თორე ნებისმიერი მოსამართლე აღნიშნულ ბრალთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამომართლებელი განაჩენს გამოიტანდა. მაგრამ ეხლა ჩვენ სტრასბურგში გვაქვს გასაჩივრებული აღნიშნული საქმე, სტრასბურგში გახლავთ და ჩვენ აღნიშნულ საქმეში ჩავერთეთ და მიგვაჩნია რომ ბოჭორიშვილის საქმე ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს იმათგან, სადაც სამართლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს. კვირას ბოჭორიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოხატა კეთილინება და მისი ოჯახის წევრები შევიდნენ იმ სახლში, რომელიც სადაო გახლავთ ფალიაშვილზე, რაც მისასალმებელი ფაქტია, თუმცა სამართლებრივად ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი იმისთვის, რომ რეალურად ამ პიროვნებას დაუბრუნდეს ქონება და მოხდეს მისი საქმის ხელახალი გადასინჯვა. ეგრე ხდებოდა დიახ, თანამონაწილეობა, დიახ, დააბრალეს, თვითონ აბა მარტო 260 კილოს ხელით ვერ აწევდა და ვიღაცები საქმეში უნდა ჩაერთოთ და ჩახტის ნათესავები მის